დღევანდელი ჩვენი ტუტორიალი გაახარებს ძალიან გოგონებს და Instagram-ის მოყვარულ პიროვნებს. ალბათ ბევრი Instagram აკაუნტზე აქვთ დათვალიერებული მსგავსი ფოტოები, რომლებიც ესე მოვარდისფერო და მოცისფერო, ესეთი ზურმუხტისფერ ტონებშია გაკეთებული. სიმართლე გითხრათ, უადვილესი და უმარტივესი გასაკეთებელია ეს მსგავსი ეფექტი, მაგრამ უბრალოდ უნიათ და ფიქრობთ, რომ ძნელია მის გაკეთება. ამიტომაც მე შევეცდები დღეს ყველა ეს ეჭვები გაგიბათილოთ, გავაკარწყო და გასწავლოთ აი ამ ულამაზესი ეფექტის გაკეთება. აი ეს არის ჩვენი before, ანუ ესეთი იყო მანამდე და ესეთი გამოგვივიდა საბოლოო ჯამში. და რაც თავარია, რამოდენიმე კლიკის დაჭერით, მხოლოდ და არანაირი წვალება არ დაგჭირდებათ. მოდით ახლა ამისთვის წავშალოთ აი ეს პირველი ლეიერი, რომელიც არ გვესაჭიროება, გავაკეთოთ copy აი ამ ლეიერის, იმისათვის რომ ვნახოთ როგორი იყო მანამდე და როგორი გამოვიდა შემდეგ და მოდით შევიდეთ ახლა აი აქ. ავირჩიოთ ფილტერი და გადავიდეთ camera raw filters-ზე. აი ესე. გამოვიძახოთ აი ეს ოფცია. ხო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას აი ამ წითელ ადგილებს და საერთოდ აი ამ წერტილებს. არანაირად არ აისახება საბოლოო სურათებზე, უბრალოდ ეს პროგრამა ჩვენ გვაფრთხილებს, რომ აი აქ უბრალოდ ზედმეტად გადანათებული ადგილია. ამიტომაც არ მიაქციოთ ყურადღება და იმუშავეთ ჩვეულებრივად. პირველ რიგში ავირჩიოთ აი ეს calibration. უნდა გადავიდეთ hue, ჩამოვწიოთ მაქსიმალურად დაბლა. ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია თქვენს ფოტოებზე. არც ერთი ფოტო არ არის იდენტური, ყველა ფოტო ინდივიდუალურია, ამიტომ თქვენ თვითონ მიაქციეთ ყურადღება როგორი სახის ფერი გინდათ რომ მისცეს აი ამ ფოტოს. ავწიოთ აი ეს saturation-ი და ავწიოთ აი ეს მეორე მწვანე hue, ანუ green-იც, აი ესე. რაც შეეხება lures, blues, ჩამოვწიოთ დაბლა მარცხნისკენ, აი ესე და მაქსიმალურად მივაღებინოთ მოვარდისფერო აი ესეთი ელფერი. დავარეგულიროთ ესეც და დავარეგულიროთ ასევე აი ეს tint-იც. მორჩენილია აქ, აი ამ გრაფაში ჩვენ დამთავრებული გვაქვს, ეხლა კი შეგვიძლია გადავიდეთ, აქ ხომ რამე არ დაგვრჩა, არაფერი არ დაგვრჩენია, შეგვიძლია კიდევ დავუბრუნდეთ და უბრალოდ პატარ-პატარა რაღაცა ნიუანსები გავასწოროთ. აი აქ ყველაფერი მორჩენილია, ანუ 1, 2, 3 ფერი გავასწორეთ. ჩვენ ძალიან მარტივად და გადმოვდივართ პირველ გრაფაში ხალხო. შემდეგ უბრალოდ ვწევთ ტემპერატურას დაბლა ლურჯისკენ, აი ესე. და ნახეთ, ჩვენი ეფექტი პრაქტიკულად დამთავრებულია. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ აი ესე დაარეგულიროთ გემოვნების მიხედვით, რა თქმა უნდა, როგორ გინდათ გამოიყურებოდეს თქვენი ფოტო. პირადად მე დაახლოებით აი აქამდე დავტოვებ, შეგვიძლია კონტრასტიც დავარეგულიროთ, აი აქ. ნუ გეშინიათ წაეთამაშეთ სურათს, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ გაცილებით უკეთეს რეზულტატს მიაღწიოთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა სურათი ინდივიდუალურია და ნუ მოექცევით ყველა სურათს აი ესე სტანდარტულად. შეეცადეთ რაღაცეები აი აქ დაარეგულიროთ და იქნებ უკეთესი რეზულტატიც მიიღოთ. აი ეს vibrancy ოდნავ მოვუმატოთ და შეგვიძლია კიდევ აი აქ გადავიდეთ აი ამ გრაფაში, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, იმიტომ რომ ფოტო პრაქტიკულად დამთავრებულია და აი აქაც რაღაცეები დაარეგულიროთ. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, აი აქ რა ფერის მიღება გსურთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ გააქვთ დაახლოებით 10, 20 და 30 სურათი დაგროვილი, რომელიც გინდათ აი ამ ერთი და იგივე ეფექტით გააკეთოთ. ისევ და აღარ გინდათ თქვათ აი ესე თავიდან წვალება. იმიტომ რომ ყოველ ფოტოზე როგორც ხედავთ, აი ესე მოგიწევთ შესვლა და დარეგულირება. იმისათვის რომ რამოდენიმე ფოტოს ერთი კლიკით დავასვათ აი ეს ჩვენი ეფექტი, უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამ. დავამახსოვროთ აი ეს პრესეტი, რომელიც ჩვენ უკვე დავამზადეთ. შევდივართ აი აქ, შეხედეთ აი აქ წვრილი მენიუა, ვაჭერთ და ვაკეთებთ save settings. აქ აუცილებლად ყველაფერი მონიშნული უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეს ჩამქრალი გვაქვს და აი აქ არ გვესაჭიროება არაფერი. აქ all settings-ია და აი აქ ყველაფერი მონიშნულია. check all and check none. ანუ ყველაფერს თიშავს, ყველაფერს რთავს. შეხედეთ, ეს არ გვესაჭიროება ამას ვთიშავთ. მივცეთ save და დავარქვათ ნებისმიერი სახელი.
blue and pink preset. მივცეთ save და ჩვენი პრესეტი დამახსოვრებულია. აქ მივცეთ OK და შეხედეთ სურათი როგორც ხედავთ დაასეივა და მოდით ახლა გადავიდეთ თქვათ ეს ლეიერი არ გვაქვს და გადავიდეთ აი ამ პირველად ლეიერზე და გავსინჯოთ რამდენად გავაკეთეთ ჩვენი პრესეტი სწორად. ანუ ერთი კლიკით ჩვენ უნდა მოგცეს იგივე ეფექტი აუცილებლად ყოველგვარი წვალების გარეშე. შევდივართ ისევ camera raw filter-ში და აი აქ ისევ აი ამ მენიუში ვირჩევთ უკვე ამ შემთხვევაში loads და არა saves. მივცეთ load-ი და ავირჩიოთ ჩვენი წინა დასეივებული აი ეს პრესეტი blue and pink preset. აი ესე. მივცეთ OK და შეხედეთ ძალიან მარტივად ერთი კლიკით ჩვენი პრესეტი დამზადებულია და სურათიც მზად არის. რა თქმა უნდა, ვიხუმრე, ეს არის მარტო გოგოებისთვის განკუთვნილი ტუტორიალი. ბიჭებსაც შეუძლიათ გამოიყენონ აქტიურად და გაახარონ თავისი Instagram-ის მოყვარული და selfie გოგონები. რაც შეეხება შემდეგ ტუტორიალს, ის გამოვა ცოტა მოგვიანებით და უკვე გასწავლით ზუსტად იგივე ეფექტი, როგორ გავაკეთოთ ჩვენი smartphone-ების მეშვეობით. selfies გადაიგებთ, შეაკეთებთ პროგრამაში და იგივე ეფექტს გააკეთებთ Photoshop-ის გარეშე უკვე თქვენი smartphone-ების მეშვეობით. დროებით, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.